მიმდინარე წელს ივლისის თვის ჩათვლით რაბათის კომპლექსს დაახლოებით 57,000 დამთვალიერებელი ესტუმრა. Სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს შორის ყველაზე მეტი ვიზიტორი პოლონეთიდან დაფიქსირდა. ახალციხის ციხე 900-მდე პოლონელმა მოინახულა. ასევე ჭარბობენ ისრაელიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და გერმანიიდან შემოსული ტურისტები. ისტორიული კომპლექსის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის დამთვალიერებლებისგან შემოსულმა თანხამ 204,000 ლარი შეადგინა. გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით წელს ვიზიტორების რაოდენობა ნაკლებია. შესაბამისად მცირეა ბიუჯეტში შესული თანხაც. ჩვენ გუშინღამე ხულოდან გადმოვედით. ძალიან ლამაზი უღელტეხილი გადმოვიარეთ. დავიღალეთ და ზარზმის მონასტერთან ახლოს გავჩერდით. შემდეგ მონასტერი დავათვალიერეთ. ის ძალიან ლამაზია. დღეს დილით კი ამ დიდებული ციხის სანახავად მოვედით. აქაურობა ძალიან მოგწონს. ახალციხის ციხისთვის როგორც ვიზიტორების, ასევე ბიუჯეტის მიხედვით ყველაზე შემოსავლიანი თვე ივნისი იყო. ამ პერიოდში მას 31,000-მდე დამთვალიერებელი ესტუმრა. ისტორიული კომპლექსის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წელს დამთვალიერებელთა ნაკლებობა არაერთი მიზეზით არის გამოწვეული. გასულ წელს მათ ვიზიტორები სკოლებიდან ჰყავდათ, წელს კი მოსწავლეთა სიმცირე შეინიშნებოდა. გარდა ამისა, 2013 წელს ციხის ყველაზე მეტი ვიზიტორი უკრაინელი იყო. აღნიშნულ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა კი უკრაინიდან შემოსული ტურისტის რიცხვი შეამცირა. როდესაც არაბეთის ქვეყნებიდან შემოდიოდნენ ტურისტები, ისინი აქ მაინც და მაინც არ რჩებოდნენ. ანუ არც სასტუმროში რჩებოდნენ. ჩვეულებრივ თავიანთი იმით აგრძელებდნენ გზას. ეს ხალხი, რომელიც ახლა ევროპიდან ჩამოდიან რუსეთის ფედერაციიდან, იმატა მეთქი, როდესაც ვამბობ, სრულად პასუხისმგებლობის ვაცხადებ, რომ ისინი რჩებიან ჩვენ სასტუმროებში, იკვებებიან ქართული კერძებით. ძალიან მოხარულები არიან და შემდეგ მიდიან კმაყოფილებით. ახალციხის ციხის გარდა რეგიონში შემოსულ ტურისტს არაერთი ისტორიული ძეგლის მონახულების საშუალება აქვს. თუმცა საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ციხის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ აქ დამთვალიერებელთათვის არასახარბიელო პირობებია. ნუგზარ თათაშვილის თქმით, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, გზებზე საგზაო ნიშნები, სასმელი წყლისა და საპირფარეშოების არარსებობა. სავაჭრო ცენტრებში არასათანადო მომსახურება ვიზიტორებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ჩვენ ველოდებით, რომ მოვიდნენ ტურისტები და მერე დავიწყებთ ჩვენ არა. ჯერ ჩვენ უნდა გავაკეთოთ, რომ მოვიდნენ, თუ არა, არ მოვლენ. თუ ინფრასტრუქტურა არ იქნება, თუ კი კულინარია არ გვექნება, არ ვიცით რა მივუართვათ. აი ამ დროს რომ ჩამოვიდეს, ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროპელების დიდი უმრავლესობა უკვე ვეგეტარიანელია. ანუ ვეგეტარიანელისთვისაც უნდა შევქმნათ რაღაცა ბრენდი, თუმცა გვაქვს, უფრო სწორად უნდა აღვადგინოთ. 2013 წელს რაბათის კომპლექსის ბიუჯეტი დამთვალიერებელთა სტუმრობის შედეგად 500,000 ლარით შეივსო. მიმდინარე წელს აქ ტურისტული სეზონი 31 მარტს გაიხსნა. ციხის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ სეზონის ბოლომდე კომპლექსში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.